ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდით, როგორ გაგვახარე? თან ისე, რომ არაფერი ვიცოდით. გამოდის სიურპრიზი გაგვიკეთე. თანაც როგორი? სიურპრიზიცაა და სიურპრიზიც. მოგვიყევი, პაბლო, ეს როგორ შეძელი? უბრალოდ გამიმართლა. გავიგე, ნახატების კონკურსი ყოფილა. გამარჯვებულს ზღვის ბილეთებით აჯილდოვებდნენ. ოდა შენც გააგზავნე და მოიგე. მაგარია, მართლა მაგარია. ძალიან მაგარია. ჩვენ კი ვერაფრით მივხვდით, რატომ რეკავდა ტელეფონი და აი თურმე. რა ხანია აღარსად მიმოგზაურია. პაბლო, ეს ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია ჩემთვის. აი თურმე რატომ თქვი რა ხანია ზარს ველოდიო? ხო, ანიტა, მინდოდა თუ გავიმარჯვებდი, ყველასთვის სიურპრიზი ყოფილიყო. გამოგივიდა კიდეც, ყველა გაგვახარე, ზაფხული, ზღვა, გართობა, იუჰუ! შენს დაბადების დღეზე საჩუქარი შენ გაგვიკეთე. როდის უნდა წავიდეთ? გონი, დროა პარკი ჩავალაგოთ, თორემ მატარებელზე დაგვაგვიანდება. კამერები წავიღოთ, სატივტივებლად გამოგვადგება. მას შემდეგი შეხვედრა მატარებელთან გვექნება. დიდებულია. ბაბი, შენ იცი ცურვა? ვარჯიშობდი. აი, ნახე, ჯერ ასე უნდა. თან ფეხები უნდა აყოლო. მაგრამ წყალში არასდროს მიცურავია. ნუ ნერვიულობ. მე თუ ფრენა ვისწავლე, თქვენც ისწავლით ცურვას. აბა, ყველანი ვართ? ჩიდო, რას აკეთებ? რად გინდა ამ ხელა კამერა? ბაბი, ჩვენც ასეთი უნდა წამოგვეღო? კი, მაგრამ ხომ თქვით კამერა წამოიღეთო? მეც ავნექი და წამოვიღე. ჩიდო, ეს კამერა, ის კამერა არ არის. ჩვენ სააცურაო კამერა ვიგულისხმეთ, რომლითაც წყალში გავცურავთ. შენ კი გადასაღები კამერა წამოგიღია. უი, ესე იგი, შემეშალა? ჩიდო, კამერა მხოლოდ გადასაღებს არ ნიშნავს. საცურაო კამერაცაა და გადასაღებიც. შენ კი მეც არ გამიკვირდა. არა, რამდენი წვალე აქამდე რომ მომეტანა. ჩვენი მობრძანება მღელვარეს ხვა. კეთილი. ბაკა, ანიტამაც იქ თქვა. ხო და მე კიდე გავიმეორე. მართლაც, რა ლამაზია აქაურობა. ცისა და ზღვის ფერი საოცრად ერწყმის ერთმანეთს. კი, მაგრამ ჩიდო სად არის? ალბათ ისევ კამერის წამოღებას ცდილობს. მეგობრებო, იქე წავიდეთ. იცით, რა მაგარი გაცართობებია? მოდით დავფიქრდეთ, ვის რა ინტერესებს ზღვაზე და ის გავაკეთოთ, რაც გვსურს. მე იმდენად მოვიხიბლე ამ საოცარი ზღვისპირეთის ფერებით, რთული მისახვედრი არ იქნება, რომ ერთი სული მაქვს ეს სილამაზე ფურცელზე გადავიტანო. მაშინ მე ცოტახნით გავისეირნებ. აქაურ ფლორას დავაკვირდები. რას დააკვირდები? ბაკა, რა ვერ გაიგე? გალილეო ფორას უნდა დააკვირდეს. რაო? კარგით, ნუ ჩხუბობთ. გალილეო, შეგიძლია აუხსნა ფლორა რას ნიშნავს? სიტყვა ფლორას ორი მნიშვნელობა აქვს.
რომაულ მითოლოგიაში ყვავილებსა და გაზაფხულის ღვთაებას ჰქვია. მეორენაირად კი მცენარეები იგულისხმება. ახლა შენ ღვთაების სანახავად მიდიხარ? არა, ჩიდო. რა თქმა უნდა, გალილეო განსხვავებული მცენარეების სანახავად მიდის, რომელიც მხოლოდ აქაურობისთვისაა დამახასიათებელი. შენ კიდევ ფორაო. ფორა კი არა. ფლორა. უკეთესად შენ გაგეგო. გალილეომ და პაბლომ გადაწყვიტეს, რას გააკეთებენ. ჩვენ კარუსელზე წავიდეთ. იცით რა მაგარია? შეგვიძლია პარაშუტი დავფრინდეთ და ზემოდან დავინახოთ ყველაფერი. მე ზღვის დაფით მინდოდა ყოველთვის გასეირნება. ჩვენ ნავით გავისეირნებთ. მე კი რახანია აღარ მიცურავია. შევალ ზღვაში, ვიცურავებ და ვიცურავებ. ანიტა, არ დაგავიწყდეს, რომ ზღვაში მონიშნული ადგილის იქით არ შეიძლება ცურვა. ყველა წეს დავემორჩილები, ოღონდ მალე შევიდე. კი ბატონო, მე კი ყველას ერთად დაგაკვირდებით ზემოდან. თანაც ლოგომოკო, სულ დამავიწყდა. მე ხომ კამერა მაქვს. გადასაღები კამერა. რა კარგია, აი, როგორ გამოგვადგა. გადაგვიღე. გადაგვიღე. მართლაც კარგი იქნება თუ გადავიღებთ. მოდით დღევანდელ დღეს პაბლოს საჩუქარი დავარქვათ. ახლა კი გართობის დროა. მართლაც საოცარი დღე იყო. თანაც ყველაფერი რომ გადაგიღიათ. პაბლო, ეს დღე არასოდეს დაგვავიწყდება. კარგად კი გავინავარდე. აი, სად გამომადგა არასწორად გაგებული სიტყვა. სეცურავ კამერით, როგორ გადავიღებდი? გონი ყველაფერი საუცხოოდ გამთავრდა. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ლოკომოკო, წახემსებაზე რა სიტყვი? წავედით, თორემ მატარებელზე დაგვაგვიანდება. გზაში კი მაწონსა და იოგურტებს შემოგთავაზებთ. ჩიდო, თან გვაჩვენე კამერაში როგორ გამოვიყურებით. იუჰუ! გონიერებო და ღონიერებო! ყველანი ადგილებზე!